ვერცში არის გადასული. ნეპტუნი და ეხლა 3-4 გრადუსებში დადის, ისე მე რეტროგრადულობის ფაზაში ბრუნდება, ანუ აი ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კირჩხიბის, თხის რქის და სასწორის ზოდიაქოებში რამე პლანეტა თუ არის. ფაქტობრივად ყველა შეეხება ნეპტუნის ნეგატიური კვადრატურა და ოპოზიცია. რატო აკეთებ უფრო ახლა ამაზე აქცენტს, ხო, ნეგატიურ ასპექტებზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან და აქვთ სრული დაბნეულობა და სრული დეზორიენტირება და ვერ ხვდებიან რა ხდება. ამ დროს ცხოვრებაში არაფერი არ არის მნიშვნელოვანი, არაფერი არ ხდება ისეთი თითქოს, მაგრამ რას მინდა დააკვირდეთ, ვისაც აქვს მაგალითად გააჩნიათ რა პლანეტები არის, ხო, ამ გრადუსებზე. ყველა პლანეტას თავისი სფერო აქვს, თავისი მნიშვნელობა აქვს. ნეპტუნი არის ჩვენთან საზღვრების მოშლა, ქაოსი. ეს არის აბურდულ-დაბურდული ისტორიები. ეს არის კარგი კუთხით, შემოქმედებითი ენერგია, ინტუიცია, ფსიქოთერაპიები, ეს კარგ კონსტრუქციულ ნეპტუნზე მაქვს აქ რა თქმა უნდა საუბარი. და როდესაც ნეგატიურ კვადრატებში შემოდის, ახლა აქ არ ნიშნავს ნეგატიური კვადრატი, მაინც რომ რაღაცა ცუდი მოხდება, მაგრამ მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ, სად შეიძლება იყოს ბურუსი და დაბნეულობა. მნიშვნელოვანი არის აქ შეერთება თუ არის ოპოზიცია კვადრატურა სუსტი. და თან რეტროგრადულობის ფაზაში ნეპტუნი 3-ჯერ გაუვლის 3 პლანეტებს ასპექტაციაში. ეს უკვე სერიოზულად ისეთი ენერგია არის, ხო, ეს უკვე ჩაჭერა არის ფაქტიურად. თუ ძირითადი პლანეტები კარდინალურ ჯვარში ყავს ადამიანს, ხა ეს კარდინალურ ჯვრის წარმომადგენელი ესე რომ ამბობთ ხოლმე, განსაკუთრებით მათ უკვე ეს პირდაპირ ეხებათ, ხო, ქაოსის პერიოდი უდგათ. ზოგჯერ დაბძაბულ ასპექტებზე ჩვენ შეიძლება მეტი შედეგი დავდოთ, ვიდრე ჰარმონიულ ასპექტზე ხოლმე. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა ცუდად წავა ყველაფერი. პირიქით, შეიძლება რაღაც აიმუხრეს და ამასობაში გამოიკვეთოს სინამდვილეში რაღაცები, რაც არ იყო მყარი, იმის გადახედვა მომიწევს, იქ ფსიქოთერაპიაში შევალ. და ზუსტად იდეალური პერიოდია თვითჩაღრმავებისთვის. და აი ეს ინტუიციური ხმა უფრო ძლიერი არის ამ შემთხვევაში ვიდრე ლოგიკა.